ეს დეივ რიჩარდსია, კაცი, რომელსაც ავარიაში დაკარგული სახის ნახევარი 3D პრინტერით აღუდგინეს. ის ველოსიპედით სეირნობდა, როცა ნასვამი მძღოლი შეეჯახა. დეივი მანქანის ქვეშ მოჰყვა, მიიღო მძიმე მოტეხილობები, მაგრამ მთავარი ზიანი ავტომობილის ძრავისგან მიღებულმა დამწვრობამ მიაყენა. მან მთლიანად დაკარგა სახის მარცხენა მხარე და თვალი. სამწუხაროდ თითქმის ყველაფერი მახსოვს. დღემდე მახსოვს მანქანის ქვეშ ყოფნა, დამწვრობის შეგრძნება და ის ერთადერთი სურვილი, რომ მანქანა როგორმე მომშორებოდა. ჩემგან გადაეწიათ. შემდეგ ალბათ გონება დავკარგე. სპეციალისტებმა დეივის სახის ზედაპირი ციფრულად დაასკანერეს და მისი ტრავმამდელი ფოტოების გამოყენებით სახის ზუსტი ასლით შექმნეს ინდივიდუალური ორბიტალური პროთეზი, სილიკონისგან დამზადებული ხელოვნური სახის ნაწილი, რომელიც იდეალურად ერგება მის ნაკვთებს. როცა სარკეში ვიხედები და ნორმალურად გამოვიყურები, თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად ვსწრებ. 1972 წლის შემდეგ პირველად ნასას ხომალდი ორიონი გასაშვებ მოედანზეა და მთვარეზე ისტორიული მისიისთვის, არტემის 2-ისთვის ემზადება, რომელიც სტარტს სავარაუდოდ 2026 წლის 6 თებერვალს აიღებს. 10 დღიანი მისიის დროს ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება, მათ შორის პირველი ქალი მთვარის მისიაში. ეკიპაჟი მთვარის გარშემო იმოგზაურებს და იმაზე შორს წავა დედამიწიდან, ვიდრე ოდესმე ნებისმიერ ადამიანს უმოგზაურია. ეს არის სატესტო ფრენა, რომელიც გზას გაუკვალავს არტემის 3-ის მისიას, რომლის დროსაც ადამიანები უშუალოდ მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან. ეს ძალიან გრძელი მოგზაურობის დასაწყისია. იმედი მაქვს, ჩემი შვილები 100 წლეულების შემდეგ უკვე მისია არტემის 100-საც ნახავენ. მიუხედავად იმისა, რომ ნასამ მზადაა გასცეს ფრენის ნებართვა, მეცნიერებს შორის არსებობს გარკვეული შეშფოთება ხომალდ ორიონის თერმულ ფართან დაკავშირებით, რადგან 2022 წლის უეკიპაჟო ფრენისას არტემის 1-ის ფარის ზედაპირზე მოულოდნელი დაზიანებები დაფიქსირდა. არქეოლოგებმა ინდონეზიაში გამოქვაბულში კლდის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს მიაკვლიეს. ნაპოვნი ხელის ანაბეჭდები სავარაუდოდ 77800 წლის წინანდელია. ნახატები შესრულებულია ეგრეთ წოდებული ტრაფარეტული მეთოდით. პრეისტორიული მხატვრები კედელზე მიდებულ ხელზე პიგმენტს აფრქვევდნენ, რაც კონტურულ ანაბეჭდს ტოვებდა. ზოგიერთ შემთხვევაში თითის წვერები სპეციალურად არის წვეტიანი ფორმით შეცვლილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო უბრალოდ კვალი, არამედ გააზრებული მხატვრული ჩანაფიქრი. მეცნიერები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ვინ იყო ამ ხელების პატრონი, დენისოველები, ადამიანთა გადაშენებული ჯგუფი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა, თუ ჰომო საპიენსები, თანამედროვე ადამიანები, რომლებიც აფრიკიდან მიგრაციისას ახლო აღმოსავლეთის გავლით გადაადგილდებოდნენ. მართლაც ძალიან ამაღელვებელია ამდენად ძველი ხელის ანაბეჭდის აღმოჩენა. იმ დროს ან მართლაც უძველესი ადამიანები ხატავდნენ გამოქვაბულებში ხელებს, ან პოტენციურად შესაძლოა იქ ადამიანების მისვლამდე დენისოველები იყვნენ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ სახვითი ხელოვნება ევროპაში ჩაისახა, თუმცა სულავესის აღმოჩენა ამტკიცებს, რომ აზიაში მხატვრული კულტურა ევროპაში ადამიანის გამოჩენამდე გაცილებით ადრე არსებობდა. 13 წლის შვეიცარიული წაბლა ძროხა, სახელად ვერონიკა, მსოფლიო მედიისა და მეცნიერების ყურადღების ცენტრშია. მიზეზი მისი უნარია, ძროხამ დამოუკიდებლად ისწავლა ცოცხის მოსაფხანად გამოყენება. ვერონიკას პატრონების თქმით, ის მეთოდს უკვე 9 წელია იყენებს. ირჩევს ცოცხის კონკრეტულ ნაწილებს იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელი წერტილი აწუხებს და რამდენად ძლიერია ქავილი. ვერონიკა თავიდან ხისტოტებს იყენებდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ფერმაში დატოვებული ცოცხი ბევრად უფრო ეფექტური საშუალება იყო. მსოფლიოში 1.5 მილიონი ძროხაა და ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ მათ ასეთი რთული ქცევების ათვისებად შეუძლიათ. ბოლო კვლევების მიხედვით ძროხებს აქვთ გრძელვადიანი მეხსიერება, მათ შეუძლიათ დაიმახსოვრონ ადამიანები და სხვა ძროხები წლების განმავლობაში. უჩნდებათ ემოციური კავშირი, ირჩევენ საუკეთესო მეგობარ ძროხებს და სტრესს განიცდიან მათთან დაცილების შემთხვევაში.